ქრისტიანობა გილოცავთ ძირფასო საზოგადოება. დღეს თემატურად, ასე ვთქვათ, ვისაუბრებთ ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლისა და იქიდან მართლების ამოყვანის შესახებ. მოგეხსენებათ, ეს არის წმინდა მართლმადიდებლური სწავლება, დადასტურებული წმინდა გარდამოცემის მიერ და საუკეთესო ნიმუში აი ამ დადასტურებისა გახლავთ წმინდა რომის პაპი გრიგოლ დიოლოგოსის სიტყვა კონსტანტინოპოლის სასულიერო პირებისადმი, რომლებიც ამ საკითხზე არამართებულად მსჯელობდნენ და საჭიროებდნენ თავისი შეხედულებების ჩასწორებას. ჩვენ ახლა წავიკითხავთ ამ წმინდა გრიგოლ დიოლოგოსის ამ სიტყვას და თან ძირეოდენ ჩვენს კომენტარებსაც დავუთავთ, რათა კიდევ უფრო ცხადი გავხადოთ ის ჭეშმარიტება, რაზეც საუბრობს წმინდა მამა და აქვე ვიტყვით, რომ არა თვითონ მარტო წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი, არამედ უამრავი წმინდა მამა ამბობს და ეს არის ძირითადად მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება. როცა თქვენ აქედან გაემგზავრებთ, ესე იგი წმინდა მამა საუბრობს კონსტანტინოპოლის სასულიერო პირებზე, რომლებიც იყვნენ ჩასული, ესე იგი რომში და თურმე საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ჯოჯოხეთიდან არა მხოლოდ მართლები ამოიყვანა, არამედ ყველა ადამიანი. და ამას, რა თქმა უნდა, უწუნებს წმინდა მამა. თითქოს თქვენ ამბობთ, რომ ყოვლადძლიერმა უფალმა და მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ჯოჯოხეთისა ჩასვლის შემდეგ ყველა, ვინც იგი ღმერთად აღიარა, დამსახურებული სასჯელისაგან გაათავისუფლა. მე მინდა გითხრა ძმანო, რომ ამაზე სულ სხვა აზრი უნდა გქონდეთ. კერძოდ, რომ ჯოჯოხეთში ჩასულმა უფალმა თავისი მადლით მხოლოდ ისინი გაათავისუფლა, ვისაც წამდა, რომ იგი მოვიდოდა. ნახეთ, ეს პირველი ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია აუცილებლად, ესე იგი ძველი აღთქმის მართლების კატეგორიას ვინც ეკუთვნის ის ადამიანები, რომლებსაც წამდა, რომ ქრისტე მესია მოვიდოდა და ამასთან, ნახე, ამას პლუს ემატება, მისი მცნებების თანახმად ცხოვრობდა. ანუ რეალურად ადამიანები, რომლებიც სარწმუნოებრივად ცხოვრობდნენ და ელოდებოდნენ მესიის განკაცებას და ზოგადად ხსნას. რამე თუ ვიცით, რომ უფლის განხორციელების შემდეგ ვერცერთი მათგანი ვერ მოიპოვებს ცხონებას, ვისაც ღმერთი სწამს, მაგრამ რწმენის შესაბამისად არ ცხოვრობს. ნახეთ, ფაქტორი რა არის, რომ თუ იძახის, რომ წამს, მაგრამ რწმენის შესაფერისად არ ცხოვრობსო, ესეთი ადამიანი რეალურად არც არის მორწმუნეო, ხომ? და ამას ადასტურებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეპისტოლეთი, რომელმა თქვას, ვითარმეთ ვიცით იგი და მცნებათა მისთა არ აიმარხვიდეს, ტყუ არ არის და ჭეშმარიტება არ არის მისთან. ესე იგი, თუ ამბობს, რომ თან ვიცით იგიო, მაგრამ ცოდნა მარტო იმისა, რომ ღმერთი არსებობს, არ არის საკმარისი. არამედ ჭეშმარიტი რწმენა არის საკმარისი და თუ ვისაც ეს რწმენა არ აქვს, ის რა თქმა უნდა ტყუარი არსო. და კიდევ იაკობის ეპისტოლიდან მოყავს საწმნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს. ამრიგად, თუ კი დღეს მორწმუნენი კეთილ საქმეთა გარეშე ვერ ცხონდებიან, ხოლო ურწმუნოენ და დასჯილი ჯოჯოხეთში თანხმდომილი უფლის მიერ კეთილ საქმის გარეშე ცხონდებიან, მაშინ მათი ხვედრიო, ვისაც არ უხილავს განხორციელებული ქრისტე, ბევრად უკეთესი ყოფილა იმათ ხვედრზე, ვინც უკვე განხორციელების საიდუმლოს შემდეგ დაიბადა. რა უგუნურებაა ეს? ესე იგი, ნამდვილად ესე გამოდის, ხო? ესე იგი, ადამიანები, რომლებიც ფაქტიურად თურმე ურწმუნოებაში ცხოვრობდნენ, იგულისხმება ძველი აღთქმის, თქვათ, ადამიანები, რომლებსაც ავტომატურად რატომღაც თვითონ უნდა მოხვდნენ თურმე აი ამ ცხონებულთა კატეგორიაში, ის ადამიანები და თურმე უნდა ცხონდნენ და მაშინ რა გამოდისო, ამბობს წმინდა მამა, რომ ვინც ქრისტეს შემდეგ განხორციელებული ღმერთი იხილა, ანუ ვინც დაიწყო მოღვაწეობა, ხო? ანუ სარწმუნოებრივი მოღვაწეობა შეიძლება დაიწყო, ესე იგი ამათი ხვედრი კიდევ უფრო რთულია, ვიდრე იმათიო, ვინც საერთოდ არაფერს არ აკეთებდა,
თურმე უფრო შეიძლება ცხონდე ვიდრე ამათი ვინც ეკლესიაში უკვე მოვიდა და ქრისტე იხილა და აქ ჭირდება მას 8 წელი და კიდე არავინ ვიცი ჩვენ ვინც ქრისტიანულად ცხოვრობს არავინ იცის კიდე ცხონდება თუ არ ცხონდება ეს არის რეალური სწავლება ხომ და ღვთის კაცმოყვარებას ვართ მინდობილები და რა უგუნურება ესო და ნამდვილად დავეთანხმებით ამას იმიტომ რომ წმინდა ლუკა მახარებელსაც იდასტურებს აქ მრავალთა წინასწარმეტყველთა მეფეთა უნდა ხილვაი რომელსაც თქვენ ხედავ და ვერ ეხილეს სმენად რომელიც თქვენ გესმის და ვერა ესმა მაგრამ იმისათვის რომ დიდხანს არ შეგაწყინოთ თქვენ ჩემი მსჯელობით გირჩევთ წაიკითხოთ ფილისტრიუსის წვალებლობაზე შესახებ ანუ აი ამ სწავლებას რომ ჯოჯოხეთიდან არა მხოლოდ მართლები ამოიყვანა და ვინც მესიას ელოდებოდა და ვინც ცხოვრობდა ცნებებით ხომ არამედ ყველა ადამიანის ამოყვანა ეს პირდაპირ მწვალებლობათ აქვს მიჩნეული წმინდა გრიგოლ დიოლოგოს და ჩვენ შემდეგ ამას ვხედავთ ასევე დადასტურებას ამისი უკვე დასავლეთის ეკლესიის დასავლეთის გულისხმობთ მართლმადიდებლური დასავლეთს რა თქმა უნდა ეს მე-7 საუკუნეებში მე-8 საუკუნეებში თქვათ ტოლედის კრება იყო მეორე რომის კრება იყო კიდე ეს არის ერთი 625 წელს იყო მეორე 745 წელს სადაც წმინდა მამებმა იქაც დაადასტურეს ეს უტყუარი ჭეშმარიტება რასაც საუბრობს გრიგოლ დიოლოგოსი რომ მხოლოდ მართლები ამოიყვანა ჯოჯოხეთიდან და ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი აქ საუბარში ფილისტრიუსის არიან წვალებლები ნახეთ რომლებიც ამბობენ თითქოს უფალმან ჯოჯოხეთში თახტომის შემდეგ იქადაგა თავის შესახებ უკვე მათი სიკვდილის შემდეგ ნახეთ აქ სიკვდილის შემდეგ ხაზგასაცმელია რათა ისინი ვინც მას იქ აღიარებენ ცხონდნენ როცა ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს და მართლაც ნახეთ ჯერ ის ვთქვათ რომ სიკვდილის შემდეგ არავის აღარ აქვს უკვე ნების გამოხატულების საშუალება და აი ეს რა არის საიდან დასტურდება წმინდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით რომ ჯოჯოხეთშინა ვინ აღიარო შენ ანუ აღიარება როგორც ესეთი ჯოჯოხეთშინა მართლების მხრიდან ხდებოდა იმითი რითაც ისინი უკვე ცხოვრობდნენ ამ ქვეყნად გესმით და ისინი უკვე ჯოჯოხეთში მოლოდინში იყვნენ იმისა რომ ქრისტე მოვიდოდა და არაფერი იქ ნების გამოხატვა და აღიარებაზე საუბარი არ არის ამიტომაც ამბობს დავით მეფსალმონელი ჯოჯოხეთშინა ვინ აღიარო შენ ანუ ვეღარავინ ვერ აღიარებსო შენ უფალო ანუ ჯოჯოხეთი უკვე არის მოცემულობა რომელშიც იმყოფება ცოდვილები ხო და შემდეგ ადასტურებს კიდე ამას პავლე მოციქულის სიტყვითაც რამე თუ რომელთა იგი უშჯულოდ შესწოდეს უშჯულოდსა წაწყდნენ ანუ პირდაპირ განაჩენზე აქვს საუბარი რომ ვინც ცხოვრობდა უშჯულოდ ამ ქვეყნიური ცხოვრების დროს ის უშჯულოდ წარწყდა ანუ ჯოჯოხეთი მისი ხვედრია და რომ ჯოჯოხეთი რომ მარადიული სატანჯველია ამაზეც კიდე უამრავი მითითება გვაქვს ჩვენ წმინდა წერილში ამიტომ ეს აბსურდული თეზები რომლებიც წარმოიჭრა უკვე აი ამ ჯოჯოხეთიდან არა მხოლოდ მართლების ამოყვანის შესახებ სხვა მიზეზები უნდა იყოს იქ და ეხლა ორიოდე სიტყვით აი ამ მიზეზებზეც ვისაუბროთ საინტერესოა რომ კონსტანტინოპოლელი სასულიერო პირები არიან და რა ხდება ეხლა რატომ არის კონსტანტინოპოლში ეს პრობლემა პირველ რიგში უნდა ითქვას ის რომ საერთოდ ეს სწავლება რომ ჯოჯოხეთიდან არა მხოლოდ მართლები არამედ ყველა ადამიანი ამოიყვანა გახლავთ ორიგენისტური ხო ასევე პელაგიანელებიც პრინციპში იგივეს ამბობდნენ იმიტომ რომ მათთვის ცოდვა როგორც ესეთი პირველქმნილი არ არსებობდა და ადამიანი პრინციპში თვით უფლებრივად ადამიანს შეეძლო ცხონების მოპოვება აქედან გამომდინარე ის არც ისე შორს იყო ორიგენიზმისაგან მაგრამ ორიგენი პირდაპირ ამბობდა ამას რომ საყოველთაო აპოკატასტასის მწვალებლობა არის მისი შეთხსული რა თქმა უნდა პლატონიზმზე დაყრდნობით მაგრამ რეალურად ეს თეზები
მან განავრცო ეკლესიის წიაღში და ეს პირველი ბუდი, ასეთი თქვათ, აი ამ ორიგენისტული თვითონ უკვე ქრისტიანულ და მართლმადიდებლურ წიაღში იყო ალექსანდრიაში. და ეს რატო ვამბობ ჩვენ ახლა ალექსანდრიაში? ალექსანდრიის პატრიარქმა თეოფილემ ისტორიული ფაქტებს საუბრობ, ხომ? გაიგო რამ და საკმაოდ ბევრი იყო ზოგადად ეგვიპტის უდაბნოში ესეთი ორიგენისტი მოსაგრეები და მოღვაწეები, რომლებიც ასე ფიქრობდნენ, რომ ყველა ცხონდება და როცა თეოფილემ ალექსანდრიის პატრიარქმა უმკაცრესი ზომები მიიღო მათ წინააღმდეგ, ცნობილი ფაქტებია, რომ ნაწილი აი ამ ბერებისა, რომლებიც გამოგზავნილი იყვნენ ეგვიპტიდან, თავი შეაფარეს კონსტანტინოპოლს. აქედან გამომდინარე, კონსტანტინოპოლში ეს ფაქტორი, როგორც ესეთი, რომ ორიგენისტული შეხედულებები მუსირებდა, ჩვენთვის არ არის გასაკვირი, მით უფრო არ არის გასაკვირი ზოგადად ბერძნულ სამყაროში ეს ამ პრობლემების არსებობა, იმიტომ რომ ალექსანდრიის სკოლა, როგორც ასეთი, იყო ბუდე ამ ორიგენიზმისა და ამისი აღიარება არის აუცილებელი პირობა და გარკვეული კვალი, რომ აი ამ ორიგენიზმმა დატოვა ეკლესიის წიაღში, მათ შორის ვაღიაროთ უნდა ზოგიერთ პატრისტიკულ მომენტებშიც, ხომ და თვითონ წმინდა მამების გამონათქვამებშიც, ეს არის სწორედ ის ორიგენისტული თესლი ხენეში, რომელიც დათესილი იყო ორიგენეს მიერ ეკლესიის წიაღში, ანუ საღვთისმეტყველო სკოლებში ვრცელდებოდა ეს აზრები, გესმით? და არა მარტო საღვთისმეტყველო სკოლებში, არამედ ბერმონაზლურ ცხოვრებაშიც, ამაში როგორც გაიზარჯა, რო იტყვია მჭალებში, როგორც ორიგენე, ისე ევაგრე და მათი მიმდევრები, ხომ? და ეს სერიოზული მიმდინარეობა იყო. აქედან უნდა ვეძებოთ ჩვენ პასუხებიც იმაზე, როცა ხედავთ თქვათ გრიგოლ ნოსელის სიტყვაში პირდაპირ აპოკასტასურ სწავლებას მართალია დადასტურებულად ვერავინ ვერც დღეს ამბობს, რომ ეს მისი იყო თუ შეძენილი იყო ეს სწავლება, თუმცა როგორც ესეთი ეს სწავლება ვრცელდება, როგორც გრიგოლ ნოსელის სწავლება და აქედან გამომდინარე ის ცხადია, დარჩა მიუღებელი და კერძო აზრი ეკლესიის წიაღში, მაგრამ პრობლემური ის გახლავთ, ძმა უნდა დანო, რომ ისტორიულადაც ცნობილი ფაქტებია, რომ ის ერეტიკული შეხედულებები, რომელიც ჰქონდა ორიგენეს და ევაგრეს, მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე მსოფლიო კრება მათ უმკაცრესი განაჩენი გამოუტანა და ანათემას იქნა გადაცემული, იყო ესეთი მცდელობები მათი მხრიდან, რომ პირდაპირ ევაგრეს სწავლებები, ეს არის წყაროები დასტურდება ეს და სერიოზული მკვლევარები ყველა აღიარებს აბსოლუტურად ამას, რომ ევაგრეს სწავლებები ვრცელდებოდა სხვადასხვა წმინდა მამის სახელით. გესმით რაზეა საუბარი? ანუ ის კი არა, რომ ჩააწწორეს რაღაცა და არასწორად განიმარტა. არა, ძმა უნდა დანო, იყო ესეთი ფაქტები, როცა თვითონ წმინდა მამა, თქვათ, მაკარი დიდი სიტყვაზე ვამბობ, ხომ? და მაკარი დიდის არსებობს ორთოდოქსული, სერიოზული სწავლება, იგივე ისაკასური, თქვათ, ხომ? და პარალელურ რეჟიმში არსებობს გაოგნებას იწვევს, ხო? რა თქმა უნდა, ეს პარადოქსულიც არის ერთის მხრივ, რომ შეიძლება ერთ წმინდანში ერთის მხრივ იყოს ორთოდოქსული სწავლება, რომ ცხონება მხოლოდ ეკლესიაშია და მერე უცებ მეორე ტომში აღმოაჩინოთ, რომ ყველა თურმე ცხონდება, ხო? რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? მეტყველებს იმაზე, რომ ხდებოდა ერეტიკოსების მხრიდან ამის ყველაფრის ჩანაცვლება და ეს იმდენად ოსტატურად კეთდებოდა, ძმა უნდა დანო, რომ თვითონ წმინდანებშიც კი შემდეგ ცხადია ეს ვინც ვერ ახერხებდა და ან გადამოწმებას, სერიოზულ გადამოწმებას არ აკეთებდა აი ამ შეხედულებებისა, ხო? შეეძლო თავისუფლად გაეთავისებინა ესა თუ ის მწვალებლური შეხედულება და სხვათა შორის ბარსანოფი დიდი სწორედ როცა საუბრობს და შეფასებას აკეთებს გრიგოლ ნოსელის სიტყვაზე, ასეთ რამეს აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს გრიგოლ ნოსელმაო ეს ხედვებიო არ შეაფასაო და არ გადაამოწმა ეკლესიასთან,
ანუ წმინდა მამებთანო და ისე პირდაპირ ბრმად მიიღო, როგორც ჩანს იმ ორიგენისტული სკოლებიდან, რომლებიც მაშინ ძალიან ფართოდ გავრცელებული იყო. აქედან უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენ იმ გარემოებითაც, როდესაც ვხედავთ ჩვენ რეალურად, რომ აი ამ ორთოდოქსული სწავლების კვალდაკვალ, ხო, პარალელურად შეიძლება ითქვას, რომ ვხედავთ, რომ არის უამრავი შეხედულება ვრცელდება და სხვათა შორის დასტურსაც პოულობენ გარკვეულწილად პატრისტიკაშიც, მამებისეულ სწავლებაშიც, რომ იქ ჯოჯოხეთიდან არა მხოლოდ მართლები ამოიყვანა, არამედ ყველაზე იყოს თითქოს საუბარი და ყველას განმარტება კიდევ შეიძლება იყოს ორნაირი, ხო? აი, მაგალითად, ოქროპირი როცა საუბრობს, რომ ამოიყვანა იქ, რა თქმა უნდა, იგულისხმება ყველა მართალი, მაგრამ რადგან ეს ყველა მართალი, თქვათ, იქ კონკრეტულად არა აქვს იმ მომენტში ჩამოთვლილი, შესაბამისად, ორიგენისტულად მოაზროვნე ადამიანები აი ამ სწავლებას სათავისოდ იყენებენ. გესმით? აი ამისი ორაზროვნად განმარტების საშუალებას შეიძლება ითქვას ზოგიერთ წმინდანების თხზულებებში არის ამისი გამოვლინება, მაგრამ როგორც ესეთი წმინდა გარდამოცემად მიიჩნევა ჩვენ ვიცით ეს ის სწავლებები, რომლებიც დადასტურებულია მსოფლიო კრებების მიერ და ადგილობრივი ავტორიტეტული კრებების მიერ, რომელიც ჩამოთვალეთ ჩვენ, ხო? ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეხუთე მსოფლიო კრება, მისი ავტორიტეტი დადასტურდა მე-6 და მე-7 მსოფლიო კრებებზე, სადაც ორიგენე და ევაგრე ერთიანად არიან მხილებულები ამ ერესებში და ანათემას გადაცემულები და არა მარტო თვითონ, არამედ თვითონ ის სწავლებებიც, რომლებიც მათ შემოიტანეს და ამიტომაც უწოდა წმინდა გრიგოლ ტეოლოგოსმა და სხვა წმინდა მამებმა აი ამ ცრუ სწავლებას, რომ თითქოს და არა მარტო მართლები, არამედ სხვებიც და ნებისმიერი ადამიანი ამოიყვანა ჯეჯოხეთიდან, ცხადია ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია, იმიტომ რომ ეს არ შეესაბამება არც წმინდა წერილის სწავლებას და არც წმინდა მამების დოგმატურ გადამოცემას. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა, მომავალ შეხვედრამდე.